გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე გასრაძის პოდკასტზე. სანამ დღევანდელ ეპიზოდს დავიწყებთ, მინდა რომ ძალიან უცებ გთხოვოთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი. ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. თქვენ ბევრჯერ უბრუნდებით ჩვენს ეპიზოდებს, სტატისტიკა ამას გვაჩვენებს, თუმცა მრავალი თქვენგანი არ არის ჩვენი გამომწერი. გთხოვთ ვიდეოს ქვემოთ დააწყაპეთ გამოწერის ღილაკს, დაგვიტოვეთ კომენტარები და მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები. ეს ძალიან დაგვეხმარება. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, თავის მოვლის საკითხზე, ეს არის პირის ღრუს მოვლა, კბილების და ღრძილების ჯანმრთელობა, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. დღეს მე სტუმრად მოვიწვიეთ ჩემი ექიმი, ფიქრია კაკაურიძე, რომელიც გახლავთ ექიმი თერაპევტი, პაროდონტოლოგი და კლინიკა Dental House-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ფიქრიას აქვს არაჩვეულებრივი ხელი. სულ რამდენიმე ხნის წინ მე გავიწმინდა მასთან ჩემი კბილები 6 თვეში ერთხელ რა პროცედურასაც ვაკეთებ, თუმცა აი ამ პერიოდზე ვისაუბრებთ ასევე პოდკასტის მსვლელობისას, როგორ უნდა მოვუაროთ ჩვენს კბილებს, რა არის სწორი მიდგომა, რა არის სწორი პრევენცია, როგორ უნდა მივხედოთ შვილების კბილებს და მოკლედ ყველა კითხვას დაგისვამ, რაც შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს კბილების მოვლასთან დაკავშირებით. და მოდი საუბარი დავიწყოთ, ცირითი ფიქრია. აი რა შეიძლება იყოს დაკავშირებული, რომელი დაავადება შეიძლება იყოს დაკავშირებული პირის ღრუს არასწორ მოვლასთან. აი რა შეიძლება იყოს ის, რაზეც ადამიანებს უბრალოდ არ უფიქრიათ და წარმოდგენაც არ აქვთ, რა შეიძლება გამოიწვიოს მოვლელმა პირის ღრუმ. მადლობა სალომე მოწვევისთვის. მართლაც კარგი პაციენტი ხარ, მოწესრიგებული, მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ პაციენტის ჯანმრთელობა იწყება ჯანმრთელი პირის ღრუთი. ჯანმრთელი პირის ღრუ არის მთელი ჩვენი მთავარი საზრუნავი სტომატოლოგების და პირის ღრუ არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საწყისი ნაწილი. თუ ჩვენ საკვებს, რომელსაც მივირთმევთ, ეს არის ჯანსაღი, მაგრამ არ გვაქვს პირის ღრუ მოწესრიგებული, ჩვენ ძალიან ბევრი გართულება შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა თანკბილმა, არასწორმა კარიესულმა პროცესებმა, პაროდონტოლოგიურმა პროცესებმა. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ სიყვარულით და მთელი სითბოთი. მინდა ახლა ხაზი გაუსვათ შენს კითხვას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის, რა შეიძლება გავლენა იქონიოს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ჩვენმა ჯანმრთელობამ, ან ზოგადმა, ან გარემო მავნე ფაქტორებმა. როგორც ვიცით, პირის ღრუში ძალიან ბევრი ბაქტერია ცხოვრობს. როგორც პათოგენური, ასევე პირობით პათოგენურები, რომლებიც იწვევენ დაავადებას და აპროვოცირებენ მას. თუმცა თუ დაავადების მაპროვოცირებელი ბაქტერიები დიდი რაოდენობით ხვდება ჩვენს პირის ღრუში, აქ უკვე საგანგაშო შედეგები შეიძლება მიიღოს პაციენტმა. მაგალითად, შემიძლია შევეხო ორსულობისას, მიმდინარეობისას, ჩვენ ორსულს აქვს ისედაც დიდი რაოდენობით ჰორმონალური ცვრები, რაც შეიძლება გამოიწვიოს დაავადების პროვოცირება, თუმცა გინგივიტი და პაროდონტიტი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება ორსულ პაციენტებში, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ორსულობა არ იწვევს გინგივიტს და პაროდონტიტს. ამას იწვევს ბაქტერიების დიდი რაოდენობა, რომელიც უკვე ორსულის პირის ღრუში იყო და ვერ ხდებოდა მისი ყურადღების მიქცევა, ან ყურადღების მიღმარჩებოდა და ეს არ ხდებოდა ორსულობამდე. ეს დიდი ხნის პროცესია, მაგრამ ჰორმონალურმა ცვრებმა განაპირობა უფრო მკაფიო გამხდარიყო მის პირის ღრუში არსებული მდგომარეობა. სწორედ ამიტომ ორსულობის უმრავლესობას ყოველთვის ვურჩევთ, თუ ჩვენთან ხვდებიან, რომ აუცილებლად ორსულობაში სამჯერ ვიზიტი არის აუცილებელი გეგმიური სტომატოლოგთან. ორსულები აქცევენ ყურადღებას ყველანაირ ანალიზს, ზრუნავენ მომავალ შვილზე, დადიან გინეკოლოგთან, ეხოსკოპიებს იკეთებენ, თუმცა არ არის ისეთი ინფორმირებულობა, რომ აუცილებელია 3 შემოწმების ჩატარება ექიმ სტომატოლოგთან. ეს ზუსტად თავიდან აგვარიდებს ჩვენ ნაყოფის ნაადრევ მშობიარობას, დაბალწონიან ნაყოფს და კიდე ბევრ გართულებას. ამასთანავე, მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ამასთან შეიძლება კორელაციაში იყოს. დიახ, სამწუხაროდ მცირე წონის რო ახსენე. დიახ, პირობით პათოგენური ბაქტერიების დიდი რაოდენობით
გამრავლებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა. სამწუხაროდ ინფორმაციის არ ქონის შედეგად ორსულები ამბობენ, რომ აი გავაჩენ და მერე მივალ სტომატოლოგთან. ეს უკვე დაგვიანებული პროცესი შეიძლება აღმოჩნდეს. ამავდროულად ორსულს აწუხებს სისხდენა, საუბარი უჭირს, მეტყველებისას დისკომფორტი აქვს, არასასიამოვნო სუნი ამოსდის პირიდან და ძალიან ბევრ საზოგადოებრივ პროცესს შეიძლება გამოაკლდეს ორსული მხოლოდ იმის გამო, რომ სისხდენა აქვს ხსილებიდან სპონტანურიც კი. 2 თვიდან უკვე სასურველია, რომ აღრიცხვაზე დადგეს ექიმ-პაროდონტოლოგთან ორსული. ამ დროს არ ვაკეთებთ ისეთ პროცედურებს, რომელიც ნაყოფს ან დედას ხელს შეუშლის მის ორსულობის მიმდინარეობაში, მაგრამ ვაკეთებთ რჩევებს, ვაძლევთ სასარგებლო ინფორმაციას, როგორ უნდა მიირთვას საკვები კბილებისთვის, რომ სასურველი იყოს, ან სასარგებლო მისი მომავალი ნაყოფისთვის. ასევე ვაძლევთ რჩევებს, რა საშუალებები უნდა გამოიყენოს. არის საშუალებები, რომლებიც კატეგორიულად არ შეიძლება ორსულობის მიმდინარეობისას. მაგალითად, ისეთი ნივთიერების შემცველი კბილის პასტა ან სავლები, რომელიც შესაძლოა ორსულს ეგონოს, რომ კარგია, მაგრამ არ არის სასურველი ორსულობის მიმდინარეობისას, თუ საჭიროებამ არ მოითხოვა. ეს რა შეიძლება იყოს SLS-ი? SLS-ი და პარაბენი ძალიან სახიფათოა ორსულისთვის, ძალიან კარგია რომ მკითხე. უბრალოდ SLS და პარაბენი ყველა პაციენტისთვის ნამდვილად რომ ერთ-ერთი საშიშია. ვისურვებდი რომ კბილის პასტების რაოდენობაში არ იყოს SLS-ი და პარაბენი, თუმცა მწარმოებელი კომპანიები ამატებენ, რადგან უკვე კარგ ქაფს იძლევა და არომატიზატორათაც შეიძლება გამოიყენოს. ალკოჰოლის შემცველი სავლებები შეიძლება ორსულმა სპონტანურად იყიდოს სააფთიაქო ქსელებში და არ იყოს მისთვის სასარგებლო, ან ქლორჰექსიდინის შემცველი სავლები სრულიადაც არ ჭირდებოდეს პაციენტს და ამიტომ ბევრ ფაქტორს უსვავთ ხაზს კონსულტაციის დროს. ორსულობის მიმდინარეობისას 3 გეგმიური ვიზიტი გვაძლევს საშუალებას, რომ პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ ორსულობის მიმდინარეობისას და დედა დავიცვათ შემდგომ ლაქტაციის დროს გართულებებისგანაც. მეორე თვეში სასურველია რომ უკვე მივიდეს და ასევე მეორე და მესამე ტრიმესტრში. მეორე ტრიმესტრი არ არის ისეთი დრო, რომ ორსულს უკვე უჭირდეს სავარძელზე მოთავსება, ძალიან კარგი დროა, სხვა манипуляციების ჩატარებაც შეგვიძლია. ეს არ იზღუდება, ანესთეზიის ჩატარებაც შეგვიძლია, ექიმ-გინეკოლოგთან შეთანხმებით რასაკვირველია და სხვა პროცედურებიც, რომელიც შეუქმნის ორსულობის მიმდინარეობის მშვიდად წარმართვას ხელს. თუმცა მინდა ასევე ვთქვა, რომ ლაქტაცია ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენ ქალების ცხოვრებაში, მაგრამ ლაქტაციისას ჩვენ არ გვაქვს საკმარისი დრო, რომ მივხედოთ პირისყრუს. ჩვილის რეჟიმიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომაც უნდა შევხვდეთ ორსულობის მიმდინარეობის ბოლო პერიოდი შვიდად წყნარად და მოწესრიგებული პირისყრით, რომ ლაქტაციაში კიდევ უფრო არ გართულდეს დედის ჯანმრთელობა. ჯანმრთელი დედა ნიშნავს ჯანმრთელ პატარას და მე ყველა ქალს უსურვებ ჯანმრთელ დედობას და ბედნიერ დედობას. ბარემ ეს თემა რო ამოვწუროთ, ორსულების თემა, კალცის გამოდევნა ხდება ხო ამ ორსულობის დროს, ლაქტაციის დროს, რაც ძალიან უშლის ხელს კბილებს, ჯანმრთელობას ნამდვილად აუარესებს და ქალები ხშირად ამბობენ, რომ აი რამდენი რამის ფასად უჯდება ზოგადად ქალს დაორსულება, მშობიარობა და შემდეგ ბავშვის მოვა, მაგრამ ნუ კბილებს ყოველთვის ამბობენ, რომ ისეთი კარგი კბილები მქონდა და აი ორსულობის მერე ზუსტად. აი რა უნდა ქნას ქალმა, რომ რაღაცნაირად ვენჩი ამსუბუქოთ. ძალიან კარგი კითხვა. მე თვითონ 3 შვილი მყავს და ჩემი პირველი ღამის ტკივილი უკავშირდება ორსულობის მიმდინარეობისას ამტკივდა ღამე კბილი. ეს აიყო ნიშანი და მაგალითი, რომ ჯანმრთელობა ორსულის ძალიან მნიშვნელოვანია. მას შემდეგ კბილი აღარ მტკენია, მართალია, მაგრამ ისეც უდათ მახსოვს დღემდე, მართლაც რომ ორსული ქალის მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია და სახიფათოა, იმიტომ რომ ღამის ტკივილი იყო ერთ-ერთი კოშმარი ჩემ ცხოვრებაში, არავის არ უსურვებ. მაგრამ ის რომ დედის ორგანიზმში არსებული ჰიდროქსიაპატიტები, რომლითაც ჩვენი მინანქარი არის გაჯერებული, ნამდვილად ხარიბდება და თუ ჩვენ საკვების მხრივ არ ვაძლევთ მას სრულფასოვან მიკრო და მაკრო ელემენტებით ჯანსაღ გარემოს არ ვუქმნით, ნამდვილად პრობლემა ექნება ორსულს. მინდა შევეხო აგრეთვე კვების ფაქტორს, სასმელებს, რომელი სასმელი შეიძლება ორსულობის მიმდინარეობისას ამ დროს და ერთი ყველაზე მთავარი არის ტოქსიკოზი. ტოქსიკოზი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული, რაც შეიძლება ქალის პირისყრუს გამოვლინება მოხდეს. კერძოდ
ღებინების შედეგად ჩვენს პირისყრუში მჟავატუტოვანი ბალანსი ირღვევა. ამ დროს ნერწყვის გამოყოფა, ანუ სალივაცია არის დარღვეული და ორსულს ამ წყლის მიღებაც არ შეუძლია. მჟავატუტოვანი ბალანსის დარღვევა მიმდინარეობს ნახევარი საათი და თუ კიდე განმეორებით ნახევარ საათში კიდევ ახალი ეპიზოდი დგება, უკვე ორსულისთვის მჟავე გარემო არის კარიესის გაჩენის ერთ-ერთი მთავარი რისკი და სწორედ დედები, რომლებიც ამბობენ, რომ ორსულობისას მთელ პირისყრუ დამეშალა, მე მესმის მათი, რადგან მჟავატუტოვანი ბალანსი არის ჩვენი პირისყრუს ერთ-ერთი მთავარი გასაღები, შევინარჩუნებთ თუ არა ჯანმრთელობას. თუმცა ამავდროულად მინდა ვურჩიო ორსულებს, ვინც ტოქსიკოზით არიან პირველი ტრიმესტრის განმავლობაში ამ მთელი ორსულობის მიმდინარეობისას, რომ აუცილებლად უნდა აღდგეს ტუტოვანი ბალანსი პირისყრუში. და არასდროს არ გაიხეხოთ კბილები ღებინების შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გასაღები, რაც უნდა იცოდეს ორსულმა. კონკრეტულად უნდა მოხდეს ტუტოვანი ბალანსის აღდგენა. ბუნებრივად უნდა მოხდეს ეს? ნახევარი საათის გასვლის შემდეგ ხდება, ან არა და შეგვიძლია ტუტეხსნარის დამზადება სოდიანი წყალი, რომელიც აღადგენს უკვე pH ბალანსს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაიხეხონ კბილები. თუ ჩვენ ღებინების შემდეგ ეგრევე გაიხეხა ორსულმა კბილები, მას უკვე მინანქარს დამატებითი ზემოქმედების ქვეშ უფრო მეტად დააზიანებს და მივიღებთ აბრაზიებს, ეროზიებს, რომელიც კიდე ცალკე სამკურნალო იქნება ორსულობის შემდეგ და მართლაც რომ შეიძლება დედამ შეწიროს თავისი ყველა კბილი ორსულობის მიმდინარეობას. აი რა საინტერესო პასუხი იყო, ძალიან მოკლედ აგვიხსენი, ეს ამის შესახებ მე არაფერი მსმენი არ ვიცი, შეიძლება დედებმა იციან და მომავალმა დედებმა ორსულებმა. ქონია, ნამდვილად არავის არ ურჩევია ჩემთვის, სტუდენტი ვიყავი, როცა ორსულად ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი ეს ყველაფერი და ტოქსიკოზი მართლა ვისაც აქვს გამოადგება. ნამდვილად გამოადგებათ და მოდი ბარემ გადავიდეთ ახლა კვებაზე. ჯერ გითხარი, რა არის ყველაზე სასარგებლო საკვები კბილისთვის და რა არის ყველაზე დამაზიანებელი და ბარემ სასმელებიც. ყველაზე სასარგებლო არის, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, დამერწმუნე რომ წყალი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენი კბილების 3% წყალით არის დაფარული, ანუ 3% შეიცავს წყალი. ეს არც თუ ისე ცოტაა, 96% არის ჰიდროქსიაპატიტები, რომელიც ყველაზე მტკიცია ადამიანის ორგანიზმში მინანქარი და ნამდვილად მნიშვნელოვანი სტრუქტურაა. არ არსებობს მასზე ძლიერი სტრუქტურა ჩვენს ორგანიზმში, თუმცა მინანქარიც გვიზიანდება. სწორედ იმ ფაქტორებით, რასაც ვერ ითვალისწინებს პაციენტი. კონკრეტულად ეს არის არაჯანსაღი საკვები, რომელიც არც ორგანიზმს არგებს, არც ჩვენს პირისყრუს. ყველაზე მეტი არის ნახშირწყლოვანი საკვები, ყველაზე დიდი რისკ ჯგუფი და მინდა ასევე აღვნიშნო, რომ არა მარტო ნახშირწყლები, არამედ მათი ხშირი მოხმარება. როდესაც საუბრობთ, რომ წაცმუცნავება არ შეიძლება და ჩვენი ექიმები გვირჩევენ, რომ კვებებს შორის გავზარდოთ ინტერვალი, ეს უბრალოდ სიტყვები არ არის. დამერწმუნებით ალბათ, იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმს არ აქვს დრო, რომ მისი მონელება დაიწყოს. თუმცა პირისყრუს არ აქვს უნარი, რომ pH ბალანსი დროულად აღდგეს. შესაბამისად, ეს გვაძლევს საშუალებას უთხრათ პაციენტებს, რომ კვებებს შორის მინიმუმ 3 საათიანი შუალედის გაკეთება, ეს არის ოქროს გასაღები, რაც შეიძლება მან გაითვალისწინოს მისი ჯანმრთელობისთვის, რადგან თუ მე ნახშირწყლოვან საკვებს ხშირად მივიღებ, შეიძლება ნახშირწყალმა იმდენად არ დააზიანოს ჩემი პირისყრუ, როგორც ხშირად მიღებულმა საკვებმა. ამიტომ კვებებს შორის ინტერვალი ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია რაფინირებული შაქრის მიღება, პროცესირებული საკვების მიღება, ეგრეთ წოდებული fast food-ები, ყველასთვის საყვარელი და სასურველი და შენიცი ჩემი დამოკიდებულება ჯანსაღ კვებაზე და ისევ ჩემთვის თითქოს ეს პროფესიაც გახდა საბაბი, რომ მე ჯანსაღად მეკვება, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს არა ჯანსაღი საკვები, თუმცა მე ვირჩევ ჯანმრთელობას და ეს ჩემთვის არის მთავარი, იმიტომ რომ ჯანმრთელი პირისყრუ არის ჯანმრთელი ორგანიზმი. მე ესე ჯერა და ესია ნამდვილად. ესე იგი რაფინირებული არის საზიანო. ძალიან საზიანოა.
აგრეთვე ვსაუბრობთ გაზიან სასმელებზე. გაზიანი სასმელები გარდა იმისა, რომ შაქარ შეიცავენ, ენერგეტიკული სასმელები კოფეინს შეიცავენ დიდი რაოდენობით და იწვევენ კიდე სხვა დამატებით გართულებებს, აგრეთვე ისინი დიდი ხნით რჩებიან კბილის ზედაპირზე და ბაქტერიულ ბიოაპკს ქმნიან და უკვე მერე ეს დამატებით კარიესულ პროცესების გართულებას იწვევს. და ასევე სახში გაკეთებული კომპოტები ძალიან კარგია, ყველას გვიყვარს, თუმცა თუ მას შაქარი აქვს დამატებული, ეს ალბათ უფრო არ იქნება სასურველი პაციენტების დიდი ხნის ინტერვალით მიღებაში. ერთხელ მიღება, რა თქმა უნდა, არ არის ესეთი საგანგაშო, თუმცა თუ დიდი ხნით ყოველ საღამოს ბებო გვიკეთებს კარგ ტკბილ ჩაის, აუცილებლად პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩაის შემდეგ, ნახევარი საათის შემდეგ უნდა გავიხეხოთ კბილები. რაც შეეხება სწრაფკვებას, აი როგორ აზიანებს კბილებს? სწრაფი კვება მართლაც ძალიან სწრაფი კვება. სწრაფი კვება აზიანებს კბილებს, იმიტომ რომ მყარი საკვები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ყბაკბილთა სისტემისთვის. მყარ საკვებს შეუძლია ბუნებრივად ჩამოწმენდის ფუნქცია გააკეთოს. ანუ ბუნებრივი ჯაგრისია, სტაფილო, ვაშლი, ბროკოლი, ის რაც ჯანსაღია, ის ჩვენთვის პირის ყრუსთვის არა მარტო სასარგებლოა, არამედ წმენდის ფუნქციათ აკისრია. სწრაფ საკვებს, სწრაფ კვებას, როგორც ვიცით, არ ჭირდება დამუშავება, დიდი ხეჭვა და ჩვენ პირის ყრუში გვაქვს ნერწყვი, ნერწყვი ასრულებს პირველად დამუშავებას. ლიზოციმის მეშვეობით, მუცინის მეშვეობით სპეციალური კომპონენტებია, რომელიც საკვებ გუნდას უკეთებს დარბილებას და დარბილებული საკვები უკვე კუჭნაწლავში ისე გადადის, რომ თითქმის უკვე დაწყებული აქვს დაშლა. და სწრაფ კვებას არაფერი დაღეჭვა არ ჭირდება, დაქუცმაცება არ ჭირდება, პაციენტი ყბაკბილთა სისტემას და კუნთოვან ქსოვილს არ ამუშავებს და ჩვენ შეიძლება დავაკვირდეთ თანამედროვე ახალგაზრდებს და დავინახოთ, რომ მათ არ აქვთ პირის ყრუ კარგად განვითარებული, კუნთები არ აქვთ კარგად განვითარებული, მხოლოდ იმიტომ, რომ იღებენ ძალიან სწრაფ საკვებს და არ ხდება კარგი კუნთების განვითარება მხოლოდ მაგით. მოიცა, ერთი წამი, ანუ ბავშვობიდან მოყოლებული მოზარდობის ასაკში, როცა ხშირად სწრაფ კვებაზეა მოზარდი და ბავშვი, შეიძლება კუნთები არ განუვითარდეს ყბის. თუ მეორე წლის ბავშვს ჯერ კიდე დაბლენდერებულ საკვებს ვაძლევ და მას არ აქვს ეს უნარჩვევა, რომ სტაფილო ხელში დაიჭიროს და ჩაკბიჩოს, ვაშლი ხელში დაიჭიროს და ჩაკბიჩოს და დაბლენდერებული საკვების მირთმევა ზიამიჩვეული. რა თქმა უნდა, იქ ჩვენ შევხედავთ და კუნთები არის გალეული, თითქოს ჩამორეცხილი სახეს ვეძახით, რადგან არ არის კუნთი ნამუშევარი. ჩვენ ხო ყველა კუნთით ვართ და შესაბამისად თუ კუნთმა არ იმუშავა, რით განვითარდება. ამიტომ ვეუბნებით პაციენტებს, მარჯვენა მხარეს ხომ არჭამ, მარცხენა მხარეს ხომ არჭამ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ასიმეტრია ბუნებრივად, მარჯვენა თვალი უფრო ლამაზია, ან მარცხენა ნესტო უფრო სხვანაირია. ასია ჩვენი პირის ყრუც. თუ მხოლოდ მარჯვნივ ვიღებს პაციენტის საკვებს, ასიმეტრიულია კუნთები, ხოლო თუ მარცხნივ ვიღებს, უფრო ასიმეტრიულია. ისევე როგორც ძილის დროსაც უნდა ვაკონტროლოთ, რომელ მხარეს დაიძინებს ხომ, რომ კუნთების ასიმეტრია არ მოხდეს ბავშვობიდან. ხო, ეს მოდი ბარემ ახლა უცებ გამიშდა ეს კითხვა, მე მაგალითად ვცდილობ ძალიან, რომ ორივე მხარეს ვეჭო, თუმცა ხშირად მავიწყდება, მაგრამ აი ცნობიერად რამდენჯერმე რომ დაატანთავს ძალას, მე ესეც ჩვევაში გადაგდის. რა არის ყველაზე სწორი რაოდენობა? აი რამდენჯერ უნდა დავღეჭო ერთ ყბაში და რამდენჯერ მეორეში? დაახლოებით ლუკმა უნდა დაგუცმაცდეს ერთ მხარეს 20 ჯერ და ლუკმის გადანაცვლება უნდა მოხდეს ერთი მხრიდან მეორე მხარეს. ეს ძალიან სწორად აღნიშნე, რომ ცნობიერად როცა ვიკვებებით, ნელა გააზრებულად როცა ვიკვებებით, ისევე როგორც ყველა სხვა საქმეს როცა ვაკეთებთ ცნობიერად, ბევრად უფრო მარტივია, თუმცა ჩვენი ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე ცნობიერი კვებაც ერთ-ერთი ფუფუნება გახდა, გემოვნების რეცეპტორების შეგრძნებაც კი აღარ იცის ახალმა თაობამ, იმიტომ რომ მობილური ტელეფონის გამოყენებისას მირთმეული საკვები არათუ გუნდის დაფორმირებას და დაგუცმაცებაზე არ ზრუნავენ, არამედ არც იციან რა მიირთვეს ახალგაზრდებმა საკვები და ჩვენ მაგას ყოველდღიურად ვაწყდები მე პირადად ჩემ პრაქტიკაში, იმიტომ რომ პაციენტებს ყოველდღიურად, ვინც თინეიჯერია, ვინც ხდება ჩემთან, ყოველთვის ვეუბნები, რომ აუცილებლად ორივე მხარეს მიირთვის საკვები და ცოტა ვერიგებენ, რომ რატო უნდა დაღეჭონ, ყველაფერი არის აჩქარებული ტემპი და
ნამდვილად არ გამოიღებს კარგ შედეგს. აი ეს დაუღეჭავი ლუკმების გადაყლაპვა რა ხდება რა? როგორც ვახსენე, ნერწყვის შემადგენლობაში ისეთი ნივთიერებები გვაქვს ლიზოციმი, მუცინი, რომ ეს ყველაფერს ეხმარება, რომ გაბლანტდეს ჩვენი საკვები გუნდა და უკვე დამუშავებული ჩავიდეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტში. მაგრამ თუ დროულად გადავყლაპე ის, რომ არ დავღეჭეთ და არ მოხდა კარგი დამუშავება, ამ შემთხვევაში უფრო დიდხანს მოუწევს კუჭნაწლავს მუშაობა და შესაბამისად უფრო დიდხანს დაყრდნობა პირისყრუდან საჭმლის მომნელებელი ტრაქტში. მეტი არაფერი, მაგრამ სასურველია, რომ დიდხანს დაყრდნდეს პირისყრუში. ეხლა რაც შეეხება სასმელებს. აი რა სასმელია, რომელიც ყველაზე მეტად აზიანებს? შენ ახსენე გაზიანი სასმელები კიდევ? ალბათ არ გაგიკვირდება, რომ ვიტყვი ალკოჰოლი. ალკოჰოლი? ყავას ვიტყოდი პირველ რიგში. ყავა ჩემი საყვარელია და ჯერ ვერ ვიტყვი. ალკოჰოლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ ალკოჰოლის მიღების შემდეგ 72 საათის განმავლობაში ორგანიზმი არის დეჰიდრატირებული. დეჰიდრატირებულ ორგანიზმში არ ხდება ნერწყვის კარგი გამოყოფა. ნერწყვს აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია თვითწმენდის. და როდესაც არ ხდება კარგი ნერწყვის გამოყოფა, პირისღრუ არის მშრალი და უფრო მეტად შეღწევადია ბაქტერიების მიმართ, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. 72 საათის გასვლის შემდეგ თუ პაციენტმა კიდევ ახალი ულუფა ალკოჰოლი მიიღო, კიდევ 72 საათი მოუწევს ორგანიზმს ეს ბრძოლა და არც ისეთი სასურველია. და ალბათ არავის გაუკვირდება ენერგეტიკული სასმელები, დიდი რაოდენობა კოფეინს შეიცავს, გაზ შეიცავს და სითბოს შეიცავს. ეს სამი კომპონენტი, სამივე ერთმანეთთან აი ბომბასავით ფეთქდება ჩვენ პირისყრუში და ნამდვილად ერთ-ერთი საგანგაშოა. და აქვე ვიტყვი ყავას, ყველაზე ხშირი დასმული შეკითხვებიდან არის ყავა, იმიტომ რომ პაციენტებს გონიათ, რომ პირისყრუ თუ არ აქვთ მოწესრიგებული, ან თუ მოდის ჩვენთან, ამბობენ, რომ იცით რატომ აქვს ესე პირისყრუ, იმიტომ რომ ყავას ვსვავ დღეში 2 ფინჯანს. 2 ფინჯანი ყავა არ არის ის რაოდენობა, რამაც შეიძლება პირისყრუში სხვა პრობლემები გამოიწვიოს. დამერწმუნეთ, პირისყრუში უკვე არსებობს პრობლემა და ყავა პროვოცირება შეიძლება უკეთებდეს. ასევე შეიძლება ვთქვათ, რომ მწვანე ჩაიც ძალიან დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს, შავი ჩაიც შეიცავს კოფეინს და ეს არ არის მავნე ჩვენი კბილებისთვის. უბრალოდ აქ არის რაოდენობა, თუ ჩვენ დღეში 6-7 ჭიქა ყავას ვიღებთ, ისევ pH მჟავიანობაზე მივდივართ და თუ ყავის მიღების შემდეგ ჩვენ ეგრევე კბილებს გამოვიხეხავთ, ესეც არასწორი იქნება. უნდა გავიდეს დრო, ყავას უნდა მივაყოლოთ წყალი 1 ჭიქა, რომ მოხდეს ტუტოვანი ბალანსის აღდგენა და მხოლოდ მის შემდეგ გავიხეხოთ კბილები, რაც უფრო უსაფრთხო იქნება კბილის მინანქრისთვის და ნაკლებად დააზიანებს. თუმცა ყავა ერთ-ერთი ღებავი ნივთიერებაა და ნამდვილად შენ მაგალითად ყავას არ მოიხმარ და მართლა იშვიათად მინახავ შედაირი პირისყრუ, იმიტომ რომ ნამდვილად ეთყობა ყავის ნადებს, უბრალოდ შეიძლება ყავის სწორი მირთმევა და მისი მართვა. ამაში გვეხმარება ჩვენი წმენდის საშუალებები, ანუ სტომატოლოგთან ხშირი მიმართვიანობაც პრევენცია, მაგრამ თუ მივირთმევთ ყავას, აქ შეიძლება რომ მართოთ სწორად. წლების განმავლობაში, რაც ჩემი საქმიანობა წამოვიწყე სოციალურ ქსელში, მხოლოდ ისეთ ბრენდებთან და კომპანიებთან თანამშრომლობ, ვისაც ვენდობი ან ვისი მომხმარებელიც ვარ. სწორედ ასეთი კომპანია იმედიელი. წლებია ჩემი ჯანმრთელობის დაზღვევას ვანდობ იმედიელს. ვსარგებლობ მათი აპლიკაციით, სადაც ძალიან ადვილად ჯავშნი ვიზიტებს პირად ექიმთან, ან ვიღებ ისეთ მომსახურებას, როგორც არის ანაზღაურება, მიმართვები და ასე შემდეგ. იმედიელი გთავაზობთ ჯანმრთელობის ინდივიდუალურ დაზღვევას UNO-ს. UNO ეს არის დაზღვევა ფიზიკური პირებისთვის, რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს პირად საჭიროებებს. UNO-ს აქვს 3 სხვადასხვა პროდუქტი, რომლებიც განსხვავდება ფასით და დაზღვევის დაფარვით და სამედიცინო მომსახურებით. იმედიელში ინდივიდუალური დაზღვევის შერჩევისას შეგიძლიათ დაამატოთ თქვენთვის სასურველი სერვისები, როგორიც არის პერსონალური მენეჯერის მომსახურება, ასევე ფიზიოთერაპია და ლაბორატორიული მომსახურებები ნახევარ ფასად. იმედიელი არის დაზღვევა, რომელსაც ირგებთ თქვენ.
ასე რომ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენზე მორგებული UNO 45 ლარიდან. გადადით ვიდეოს ქვემოთ მითითებულ ბმულზე და დაეზღვიათ ინდივიდუალურად. თუ გგონიათ რომ ყავის მირთმევის შემდეგ ეგრევე უნდა გაიხეხოთ კბილები და ეს იქნება ძალიან მაგარი გადაფარვა თქვენი კოფეინის, პირიქით შეირგეთ, გემრიელად მიაყოლეთ წყალი და მხოლოდ მის შემდეგ რაღაც დროის შემდეგ გამოიხეხეთ რომ ნადები არ გაჩნდეს უფრო მეტად პიგმენტური. კარგი, მოდი ახლა გადავიდეთ კბილის ჯაგრისებზე, კბილის პასტებზე და შენაკ წამოღებული გაქვს სადემონსტრაციოდ. მოდი ჯაგრისებით დავიწყოთ. სწორი კბილის ჯაგრისი და არასწორი და მოდი თან გვაჩვენე და მოგვიყევი როგორ უნდა შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი. კარგი, მე მახსოვს, როცა ვიზიტზე იყავი პირველად, მითხარი რომ ეს არ ვიცოდი და ჩემთვის არ არის უცხო, რომ პაციენტი მეუბნება, რომ პირველად მესმის, არასდროს არ უთქვამთ სტომატოლოგებს ჩემთვის რა უნდა მექნა. ჩვენ ყოველთვის ესე ვეუბნებოდით პაციენტებს, ესე ვისწავლეთ, რომ გაიხეხე კბილები დღეში ორჯერ კარგად და კარგად გახეხვა რას ნიშნავს არავინ არ ვიცოდით, ხო? თითქოს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ პაციენტების უმრავლესობა საფთიაქო ქსელში, მარკეტებში შედის და არჩევს ესე რომ ვთქვათ რენდომ კბილის ჯაგრის, კბილის პასტას, რაც ხელში მოხდება, ან მისთვის ფასია მისაღები, ან რეკლამაში ნახა და სწორედ ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. მე მინდა ვურჩიო პაციენტებს, რომ აუცილებლად სტომატოლოგთან ვიზიტისას დასვან ეს კითხვა, თუ სტომატოლოგი ამ საკითხს არ შეეხო, ეს არ არის სირცხვილი, პირიქით ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. მე პირადად ყველა პაციენტის შემდეგ 15 წუთი მჭირდება, რომ სწორედ ეს საგანმანათლებლო გაკვეთილი ჩაუტარო პაციენტს, მიუხედავად იმისა, მეოთხეჯერ არის თუ მეხუთეჯერ, ყველა ჯერზე ახლიდან უნდა აუხსნათ პაციენტს. მიზეზი არის ერთი, ჩვენ გვავიწყდება ის, რაც ახალია ჩვენთვის და არ არის ჩვევაში გამჯდარი. 21 დღე გვჭირდება, როგორც ყველა ჩვევას, მათ შორის კბილების გამოხეხვას, ეს უნარჩვევად რომ ვაქციოთ და რა არის რეალურად სწორი გახეხვა. კბილის ჯაგრის, როდესაც ვირჩევთ, აუცილებლად გავითვალისწინოს უნდა პაციენტმა, რომ კბილის ჯაგრის არ უნდა კონდეს არათანაბარი კიდეები, უნდა კონდეს სწორი ზედაპირი, რომ კბილის ზედაპირ შეეხოს თანაბრად და მოხდეს მისი სწორი გამოხეხვა. რაც შეეხება ხეხვას ვახორციელებთ მოდიფიცირებული ბასის ტექნიკით, ცოტა მოგვიანებით ავხსნი, მაგრამ მინდა რომ დავასრულო ჯაგრისების განხილვა. ჯაგრის არ უნდა კონდეს გრძელი სამუშაო ტარი, რადგან კბილის ორ ზედაპირის ორი კბილის გახეხვა გვირჩევნია, ვიდრე 3 და 4 და არასრულფასოვნად. ჯაგრის შეუძლია მხოლოდ 60% ნადები მოაშოროს და მეტი არ შეუძლია და ამიტომაც მოიგონეს დამხმარე საშუალებები, რომლებიც არის კბილთაშორისი ჯაგრულა, ფლოსი და სხვა საშუალებები. მაგას კიდევ ცალკე შევეხები, თუმცა ეხლა მინდა ჯაგრისების კიდე სხვა სახეობები ავხსნათ. გვაქვს ორთოდონტიული ჯაგრისების სპეციალური ჩანაჭდევით, რადგან ბრეკეტიან პაციენტს სხვა ჯაგრისი ჭირდება, თუმცა ბევრმა არ იცის. ცოტა ზემოთ ავწიოთ, რომ კარგად დავინახოთ. ესეთი ჯაგრისი ჩანაჭდევი, რადგან ბრეკეტის ზედაპირი უნდა გაიხეხოს და აგრეთვე კბილის ზედაპირი. არ უნდა დაგვავიწყდეს ბრეკეტის გარშემო მონობოჭკოვანი ჯაგრისით გამოყენება, თუმცა მონობოჭკოვანი ჯაგრისი არ არის მხოლოდ ბრეკეტიანი პაციენტებისთვის, არის პაციენტებისთვის, ვისაც მერვე კბილი უკან, ისეთ ადგილზე აქვს, რომ პაციენტს არ შეუძლია მისი კარგად გამოსუფთავება, ან კბილხცილოვან ხარში ვერ ისუფთავებს კარგად, დამატებით გვჭირდება ხოლმე მონობოჭკოვანი ჯაგრისის გამოყენება. და ჩვენი პირისყრუს ერთ-ერთი მთავარი ორგანო, ყველაზე ძლიერი ენა არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან ენა არის ყველაზე მძლავრი ორგანო ჩვენ პირისყრუში და თითქმის პაციენტების 90% იგნორირებული აქვთ ენა. თუმცა ენა არის ბაქტერიების ყველაზე კარგი საბადო და ენას აქვს სპეციალური ჯაგრისი, ენის ჯაგრის უწოდებთ და მას აქვს რამოდენიმე ზედაპირი, შეიძლება მხოლოდ ერთი ზედაპირიც კვირაში ერთხელ გასუფთავება ენის მკვდარი დროილების და ცხოველმყოფელობის პროდუქტების მოშორებით ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აგვარიდებს თავიდან ჰალითოს, არასასიამოვნო სუნს კონკრეტულად, რაც პაციენტების უმრავლესობას აწუხებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ. შეიძლება ეს ენის არა, ეს ორი ჯაგრისი მაინტერესებს. ესე იგი, შენ რო გეჭირა. ესე იგი, ეს არ არის სწორი ჯაგრისი, ეს არის სწორი ჯაგრისი. ხო, შენ რო თქვი, ესე იგი, ის რო ეს მხარე არის ფართე და გრძელი, არ ნიშნავს, რომ კარგია. ჯობია იყოს მოკლე
და აი ესეთი თანაბარი ჯაგრულები კონტეს. ალბათ მოგისმენიათ ხშირი რეკლამა, რომ ჯაგრისი, ჩვენი ჯაგრისი იმდენად კარგია, რომ აქვს რეზინები დამატებული, ნისახეხები დამატებული რეზინა კიდევ უფრო მეტად აზიანებს მინანქარს. მას შეუძლია უფრო მეტი ეროზია და აბრაზია გამოიწვიოს და კიდევ უფრო მეტად გაგვიზარდოს ესეთი უარყოფითი პროცესები ჩვენს პირისყროში, ამიტომ და იმაზე რა სიტყვი ელექტროჯაგრისები როა? მე არასდროს მქონია. ელექტროჯაგრისი, ვინც თავიდანვე ეჩვევა ელექტროჯაგრის, შესაძლებელია რომ გამოიყენოს, იმიტომ რომ განსაკუთრებით უცხოელი პაციენტები, როცა მოგმართავენ, მათ ძალიან აქტიურად აქვთ ელექტროჯაგრისი ყოველდღიურ მოხმარებაში, თუმცა მათ არ აქვთ ისეთი პირისყრუ, როგორც ჩვენ. ჩვენთან ელექტროჯაგრისი არის კომფორტი, დავიჭირე, გავიხეხეთ და თვითონ გამხეხოს, არა ელექტროჯაგრისის გამოყენებას ნამდვილად უნდა ცოდნა. თუ პაციენტი იყენებს ელექტროჯაგრისს და ჰიგიენური მდგომარეობა ჩვენთვის დამაკმაყოფილებელია, ამ შემთხვევაში არ ვცვლით ელექტროჯაგრისს. ხოლო თუ არა ჰიგიენური მდგომარეობა აქვს, უკვე მექანიკურ ტექნიკაზე გადავდივართ და ჯაგრისიც მექანიკური სასურველია რომ იყოს. ხო და აი მოდი ახლა გვაჩვენე მექანიკურად როგორია სწორად გამოხეხვის ტექნიკა. იმიტომ რომ ჯაგრის ეს ელექტროჯაგრისზე მე ვიცი რომ ესე აბრუნებს აქვს როტაციული მოძრაობები, რაც არაჰიგიენურ, არაჯანსაღ პირისყრუში შეიძლება უარყოფითად აისახოს. თუმცა კიდევ ვიმეორებ, თუ მე ჯამრთელი პირისყრუ მაქვს, შესაძლოა თუ კარგად ვიცი ეს მანუალური ტექნიკების ჩატარება და მოწყობილობაც ხელს მიწყობს, ჯაგრისის თავს სამთვეში ერთხელ ვცვლი და არ არის დაზიანებული და ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებ, შეიძლება არ აღმოჩნდეს საზიანო. თუმცა ჩვენ ქართველ პაციენტებში რატომღაც არ ამართლებს. აბა ნახოთ. ჩვენი პირისყრო რომ წარმოვიდგინოთ, პირველი რაც მინდა ვთქვა, რომ კბილების გამოხეხვის დრო უნდა გავაკონტროლოთ. ყველა პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს, რომ დღეში ორჯერ კბილების გახეხვა ეს არის აუცილებლობა, რაც შეიძლება ჩვენ პირისყროს გაუკეთოთ, რაც შეიძლება ჩვენ დავიცვათ ჩვენი კბილები მავნეზე გავლენისგან და არასასურველი მდგომარეობისგან, მაგრამ ორჯერ გამოხეხვა უნდა დავაკონკრეტო, რამდენი ხნით. ძირითადად პაციენტების უმრავლესობა კბილებს ვიხეხავთ 10-20 წამი. თუ ეს ხდება გაუცნობიერებლად, თუ ვიცით უბრალოდ რომ რუტინაში გვაქვს ჩასმული და კბილები დილითაც უნდა გავიხეხოთ და საღამოთი 10-20 წამი ნამდვილად არ გვიშველის, იმიტომ რომ ჩვენ კბილებს აქვს 6 ზედაპირი და 6 ზედაპირიდან უნდა გავხეხოთ 6-ვე ზედაპირი. დამერწმუნებით რომ მხოლოდ პატარა ჯაგრის არ შეუძლია ყველა ზედაპირის გახეხვა, იმიტომ რომ მისადგომად რთულია, ამიტომაც მოიგონეს კბილთაშორისი ჯაგრულები, თუმცა სწორ გამოხეხვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ყოველთვის პაციენტებს ვურჩევთ, ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა. შეიტანეთ აბაზანაში და მას შემდეგ რაც 2 წუთი, 2 წუთნახევარი გავა და მუსიკაც დასრულდება, თქვენი პირისყრიც გახილი იქნება და ჩემთვის ეს ყოველდღიური რუტინაა, იმიტომ რომ მუსიკის გარეშე ჩემი შვილებიც მშვენივრად იხეხავენ და ასე მივაჩვიე. კბილების გამოხეხვა უნდა დავიწყოთ ღია პირით. რადგან ერთი და იგივე ადგილს თუ გავიხეხავთ ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე, მივიღებთ კბილის არაკარიესულ დაზიანებას, ანუ გამოდის რომ ჩვენით დავაზიანებთ კბილის მინანქარს ერთი და იგივე ადგილის გახეხვით. ღია პირით დავიწყოთ კბილების გამოხეხვა ყოველ ჯერზე სხვადასხვა უბნიდან. რაც დაგვეხმარება, რომ ყველა მონაკვეთი აუცილებლად კარგად გაიხეხოს. ანუ ერთ დღეს თუ ამ მხარიდან დავიწყე, მეორე დღეს ან საღამოს აქეთ მხარიდან ვიწყებ, მერე ქვედაყბიდან ვიწყებ. დიახ. რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წეგან როგორც ვახსენეთ, დავიცავთ მუდმივ ქრონიკულ გაღიზიანებისგან და მინანქარი არ დაზიანდება. რატო? იმიტომ რომ დასაწყისში უფრო მონდომებულები ვართ და თითქოს უფრო ვაწვევით და მერე რო გადის დრო გვაქვს ღიმილი და მერე 3-4 წამის მერე გვავიწყდება და მშვიდად. საქმე მაქვს, იქ ბავშვი მყავს წასაყვანი, იქ რაღაცა და მთელი დღის საქმეები შეიძლება იმ 10 წამში გაიეფიქროს ადამიანმა. ამიტომ როგორც წეგან ახსენე, გაცნობიერებული ხეხვა, ყველაზე მნიშვნელოვანი, საყვარელი მუსიკა, 2 წუთნახევარი, 3 წუთი ეს უნდა იყოს აუცილებელი.
და მოდიფიცირებული ბასის ტექნიკა. ესე ქვია, ამ მეთოდს მე წინა კბილებზე ვაჩვენებ ახლა პაციენტებს, რომ იცოდნენ, რომ კბილის ზედაპირი არ უნდა გაიხეხოს, მხოლოდ უნდა გაიხეხოს ხრძილიდან კბილის 45 გრადუსიანი კუთხით უნდა მოხდეს კბილის ზედაპირის ჩამოფრცქნა ნადებისგან, ანუ მოშორება, რადგან არ მოხდეს ჰორიზონტალური მიმართულებით და წრიული მოძრაობებით ნადების კიდე უფრო კბილღრძილოვან ხარში მოთავსება. ესე იგი წრიული მოძრაობებით და ესეთი ჰორიზონტალური და წრიული არ არის რეკომენდირებული. ერთხელ შეიძლება გააკეთო, მაგრამ ყოველდღიურად ჩვენ თუ მხოლოდ ამ ტექნიკით გავიხეხავთ კბილებს, მივიღებთ ხრძილის არაკარიესულ დაზიანებას და რეცესიასაც მივიღებთ, რომელიც შემდეგ პლასტიკურად დაგვჭირდება, რომ ოპერაცია გაკეთდეს. მოდიფიცირებული ბასის ტექნიკა შეიძლება ყველამ გაიაზროს, რომ ყველა კბილის ზედაპირი იხეხება ხრძილიდან კბილის მიმართულებით 45 გრადუსიანი კუთხის მოთავსება ამ მიმართულებით. ნამდვილად არ არის რთული 21 დღის. კბილებზე თქვენახე. როგორ იცით? წინა კბილებზე აუცილებელია, რომ გამოგვითი მოძრაობები მოხდეს ესეთი მიმართულებით. ეს მიყვარს გამოგვითი მოძრაობები. ხო, აი მე მაგალითად ფიქრიასგან ვისწავლე, რომ კბილს რო ვიხეხავთ, წინა კბილსაც ესე ვიხეხავდი და აი ქვედა შიგნიდან ვერ წვდება ეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ხო, და ამიტომ არის საჭირო, რომ შიდა წინა კბილების შიდა გამოხეხვა მოხდეს აი ესეთი ვერტიკალური მდგომარეობით. ზედაყბისაც და ქვედაყბის ქვედაყბისიც, ანუ გამოგვით მოძრაობაზე. მას შემდეგ რაც შევარჩევთ სწორად კბილის ჯაგრის და პაციენტმაც უნდა იცოდეს, რომ სამთვეში მისი გამოცვლა აუცილებელია მისი ვირუსული მდგომარეობის, ანუ ვირუსული ფონის გადატანის შემდეგ, ანუ ავადობის შემთხვევაში, რადგან უფრო ნაკლები ბაქტერია დაგროვდეს მინანქარზე და პირის ღრუში ჯაგრისიდან, ასევე მინდა ვთქვა, რომ აბაზანაში არასდროს დაახურონ კბილის ჯაგრის თავსახური. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა. პაციენტების უმრავლესობას გონიათ, რომ დაიცავენ ამით გარემოს ტენისგან ან დაბინძურებისგან. ეს შეიძლება მართლაც ესე იყოს, მხოლოდ ჯაგრისის თავი გამოივიყენოთ მოგზაურობისას, ტრანსპორტირებისას. დანარჩენ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული, რადგან სველ გარემოში ბაქტერიები და სხვა მავნე ფაქტორები უფრო მეტად მრავლდება პირის ღრუში და ჯაგრისზე. ჩარეცხვის დროსაც ისიც გითხარი. როგორც ვიცით, ჩვენი ჯაგრისები მოთავსებულია ან აბაზანაში, ან საპირფარეშოსთან ერთად, ანუ აბაზანაში, სადაც არის უნიტაზი. ეს ცოტა ინტიმური თემაა, მაგრამ აუცილებლად მინდა შევეხო, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ უნიტაზის ჩარეცხვა ხდება 1 მეტრის რადიუსის მანძილზე ხდება მიკრობების, ცხოველმყოფელობის პროდუქტების და ფეკალური მასის ნარჩენების მოთავსება 1 მეტრის რადიუსზე. შესაბამისად, ისეთი საშუალებები, მაგალითად, პირსახოცი, ისეთი საშუალება, როგორც არის ჩვენი პირის ღრუს ჯაგრისი, აუცილებლად ინფიცირდება ყოველი ჩარეცხვის შემდეგ. მე პაციენტებს აუცილებლად ვეუბნები ხოლმე, თუ არის საშუალება, რომ თავსახური უნდა დავახუროთ უნიტას და მხოლოდ მის შემდეგ მოხდეს, თუნდაც შარდის შემთხვევაშიც აუცილებელია ეს ყველაფერი, რომ გავითვალისწინოთ, რომ ინფიცირება ნაკლები იყოს. რაც შეეხება კბილის პასტის გამოყენებას. მოდი ჯერ გითხარი, როგორია სწორი კბილის პასტა? ჩვენ ორსულების თემაზე რო ვსაუბრობთ, მაშინაც შევეხეთ და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. ეგ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა, ყველაზე კარგია, რაც შეიძლება ჩვენ ახლა პაციენტებს ვურჩიოთ, იმიტომ რომ კბილის პასტის გამოყენებას ვიწყებთ ზოგადად 3 წლის ასაკიდან. პირველი კბილის ამოჭრისთანავე ვიწყებთ კბილების მექანიკურ გახეხვას ჯაგრისის მეშვეობით, თუმცა 3 წლამდე არ ვიყენებთ ფტორირებულ კბილის პასტას, იმიტომ რომ ფტორის რაოდენობის გადაყლაპის შედეგად ბავშვში არ მოხდეს ზედმეტი რაოდენობის ფტორის დაგროვება. 3 წლიდან ინიშნება ინდივიდუალურად ბავშვის პირის ღრუს მდგომარეობიდან გათვალისწინებით ფტორის შემცველობა. კონკრეტულად თუ პაციენტს არ აქვს ფტორის რაიმე ზედმეტი გამოვლინება პირის ღრუში, ანუ ფლუოროზი, ამ შემთხვევაში უნიშნავთ 500 ppm ფტორის შემცველ კბილის პასტებს. ამას უკვე ექიმი კარგად
გაუხსნის პაციენტს. ხოლო 6 წლიდან უკვე უნდა გავზარდოთ კბილის პასტის რაოდენობა კბილის ჯაგრისზე და მასში ფტორის შემცველობაც უნდა გაიზარდოს. კონკრეტულად 1000 ppm-დან უნდა მოხდეს ფტორირებული კბილის პასტის დანიშნა. ეს აგვარიდებს თავიდან კარიესის განვითარებას, ის არის ანტიბაქტერიული და ანტიკარიესული მოქმედების. ზრდასრულ ადამიანებს გვჭირდება 1450 ppm დღიური ნორმა არის ეს ჩვენი, რაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა კბილის პასტაში იყოს, თუ კონკრეტულად ექიმმა არ აუკრძალა პაციენტს, რომ დროებით შეიკავოს თავი. მაგრამ კბილის პასტის რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც აღვნიშნეთ, პატარებში ვიწყებთ ერთი ბრინჯის წვეთის ზომიდან და ავდივართ მუხუდოს მარცვლის ზომამდე და კბილის პასტის მთლიან ზედაპირზე გადატანა არ ნიშნავს კარგ გახეხილ კბილებს. დამერწმუნეთ, შესაძლებელია ცოტა კბილის პასტით იგივენაირი კარგი ეფექტი მივიღოთ, ვიდრე მთლიანი ზედაპირი დავფაროთ. ეს არ არის კბილების გახეხვის აუცილებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი. არის ზრდასრულის შემთხვევაში რა დოზა არის? სწორი მუხუდოს მარცვლის დოზა არის მნიშვნელოვანი და არ უნდა ფარავდეს თითქმის შუა მესამედზე ერთ წერტილად უნდა მოხდეს ჩვენი კბილის პასტის მოთავსება. ანუ ძალიან ცოტა რეალურად რეკლამებში რო არის კბილის პასტის რეკლამებში გვაქვს რეალური არასწორი სურათი დანახი და კი. ხო, მეც ძალიან ცოტას ვიყენებ და არ ნიშნავს დიდი რაოდენობით კბილის პასტა კარგ გახეხილ კბილებს. აქ არის ტექნიკა, რომელ ტექნიკას გამოვიყენებთ და რამდენ წუთით გავიხეხავთ კბილებს. ეხლა შენახსენე 2 წუთი, 2 წუთს ნახევარი, 3 წუთამდე მოდი ვთქვათ და ზოგჯერ განსაკუთრებით ამერიკულ კულტურაში ეს კბილებზე აქვს რაღაცა გართულება საოცარი და თუ კბილი არ გაკლამაზი და არ გიქათქათებს და გიწიკწიკებს, ადამიანი არ ხარ და ისინი ხეხავენ 10-15 წუთი. ეს ნორმალურია? 10 წუთი. შეიძლება პაციენტმა თქვას უცხოელმა, რომ ნახევარი საათი იხეხავს კბილებს და მას ნამდვილად ექნება დაზიანებები მინანქარზე, მაგრამ მან უნარჩვევებში აქვთ, მაგალითად აზიის ქვეყნებშიც ძალიან დიდ დროს უთმობენ კბილების გამოხეხვას. რაოდენობრივადაც ბევრ ხანს იხეხავენ და ბევრჯერაც იხეხავენ. ანუ იმდენად უვლიან პირის ღრუს, რომ თეთრი შურით მშურს ხოლმე, რომ რა ბედნიერება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ორჯერ რო გავიხეხოთ კბილები, 2 წუთნახევარი სრულიად საკმარისია ბიოაპკის დასაშლელად, რომელიც შემდეგ იწვევს ნადებს. თუ ნადები 12 საათში ერთხელ წარმოგვეშობა, ესე იგი ჩვენ თუ 12 საათში ერთხელ მას გავასუფთავებთ, ნაკლები პრობლემები ექნება პაციენტს, როგორც ხრცილებზე, ასევე მინანქარზე და საჭმლის-მომნელობელ ტრაქტზეც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი 2 წუთზე მეტი არ არის საჭირო. უფრო მეტიც შეიძლება დამაზიანებელი იყოს. როდესაც პაციენტს ვეკითხებით, როგორ უვლის პირის ღრუს, შეიძლება ძალიან კარგად აგიღწეროს, მაგრამ ახსენოს, რომ ფლოსსაც იყენებს. თუ ჩავეკითხებით, ფლოსს როგორ იყენებს, შეიძლება გვაჩვენოს ესეთი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რაღაც, რაც შეიძლება პაციენტმა თავის თავს გაუკეთოს. ის აზიანებს ხრცილს და სპეციალურ ნოზოლოგიაც არსებობს, სტილმანის ნახეთქი ქვია. იგი იწვევს ხრცილის დაზიანებას და შემდეგ საოპერაციო გვიხდება ხოლმე ესეთი გამოყენება. ფლოსირება უნდა იცოდეს პაციენტმა და მას უნდა ასწავლოს ექიმმა აუცილებლად. ფლოსი ვიყიდოთ ან კბილის ძაფი, ჩვეულებრივი ან საკერავი ძაფით გახეხილი კბილთა შორისი სივრცეები, ეს ნამდვილად არ არის სწორი. ეს მით უმეტეს არ უნდა გამოიყენონ. ასევე სარესტორნო ქსელებში ჩვენ ხშირად ხვდებით კბილის ჩხირებს, რომელიც ძალიან ცუდია, კბილის ჩხირი ცუდია? კბილის ჩხირი არ უნდა იყოს იქ საერთოდ. მისი ადგილი არ არის რესტორანში. შესაძლებელია პაციენტმა კბილები გამოიხეხოს საპირფარეშოში, მაგრამ კბილის ჩხირით იმდენად იწვალებენ და იმდენად იზიანებენ ჯამრთელ ხრცილსაც კი, რომ მე ხშირად გვიწევს ჩვენ პაროდონტოლოგებს მისი მკურნალობა. ჩხირი საერთოდ არ არის კარგი. ჯამრთელ პაციენტს არ უნდა ჭირდებოდეს კბილის ჩხირის სუფრაზე გამოყენება და განსაკუთრებით რესტორანში. სუფრაზე გასაგებია ხარ. ისედაც ცუდი სანახავი. ტრავმას, ნამდვილად აყენებს ტრავმას, შემიძლია ვთქვა და ბევრი პროცესი შეიძლება დააჩქაროს
ტრავმირებულმა ხრწილმა. ეს არის ერთ-ერთი საშიში კბილის ჭხირთან ერთად. თუმცა ასევე შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს ჯადოსნური კბილთაშორისი ჯაგრულები, ჩემი საყვარელი. ეს არის თანამედროვე პაროდონტოლოგიური პაციენტის, ასე რომ ვთქვათ, მარჯვენა ხელი, რის გარეშეთაც ჩვენ წარმოუდგენელია ხრწილი გავაჯანსაღოთ. ჯამრთელი ხრწილი ვერ შეიძლება იყოს კბილთაშორისი ჯაგრულის გარეშე. რატომ? ეს ძირითადად პაციენტების უმრავლესობამ შეიძლება იცოდეს, მაგრამ რენდომ ნაყიდი თუ არ გაქვს სივრცე გაზომილი, ანუ პაროდონტოლოგმა თუ არ გაზომა რა სივრცეზე, რომელი ჯაგრისი შეესაბამება, პაციენტი რა თქმა უნდა სახში ვერ გამოიყენებს და შესაბამისად დადებს და ვერ ხო, ანუ ეს მხოლოდ კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს შერჩევა და შემდეგ შეძენა. სასურველია, იმიტომ რომ მხოლოდ ჯაგრის შეუძლია 60%-ით კბილების გახეხვა, როგორც თქვით. 40% არის დამოკიდებული კბილთაშორის ჯაგრულაზე, კბილებს შორის სივრცე. მოდი აი გვანახე, როგორ მუშაობს ჯაგრულა. ესეთი პატარა ჯაგრულასავით არის, აქვს პატარა. ნამდვილად, სხარბუნასაც ვეძახით, სხარბუნას შეუძლია კბილებს შორის არსებულ სივრცეში შევიდეს და გაასუფთავოს იმ დღეს წარმოქმნილი ნადები. ეს გვერდულად რო გვანახა, ძილის აი ამ კამერისთვის. აი მასე ხო. ძილის წინ უნდა მოვახდინოთ, კბილის პასტაში უნდა დავასველოთ ჩვენი კბილთაშორისი ჯაგრულა და მოხდეს კბილთაშორის სივრცეში კბილის ეს სხვა ზომაა, ხო? ეს არა ზომა იგივეა, უბრალოდ კბილში ვერ მოხდე. უნდა მოხდეს კბილთაშორის სივრცეში კბილის ჯაგრულის მოთავსება და შემდეგ სხვა კბილის გასუფთავება და შემდეგ სხვა კბილის და ესე ვასუფთავებთ 3 კბილს და ყოველი 3 კბილის გასუფთავების შემდეგ უნდა მოხდეს ჯაგრისის გარეცხვა გამდინარე წყალში, თავიდან კბილის პასტაში ამოვლება და ეს დაგვიცავს კბილთა შორის სივრცეში არსებული კარიესის გაჩენისგან და ხრწილის დაავადებისგან. 40% შეუძლია კბილთა შორის ჯაგრულას ჩვენი პირის ხროს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მეტი რა ქნა სამერთმა პატარა. პირველად რომ გამიწმინდა კბილები და აი ეს მოწყობილობები გამომიწერა ხო, მოკლედ რა ზომის მჭირდებოდა მე. ჯერთი, ძალიან კარგი ხელი ხო გაქვს ისედაც და ეს ჯაგრულები ისე შემიყვარდა. ხო, ძალიან და თავიდან მეგონა რომ ცოტა ხარ მეტკინება თქო, მაგრამ ძალიან ისეთია მოქნილი, ნაზია, ადვილად ვიყენებ და ხო, ძალიან კმაყოფილი ვარ და ჩემი დახმარობდა ამას პაციენტში. ჩემი დახმარობდა ბრეკეტების დროს. დიახ, ბრეკეტების დროს აუცილებლად უნდა გამოიყენოს პაციენტმა, ოღონდ სპეციალურად უფრო დიდი ზომის ჯაგრულა, რადგან მოხდეს ბრეკეტის გარშემო სივრცის გასუფთავება, აქ ისევ ნახშირწყლოვანი საკვების მჟავატუტოვან ბალანსზე მივდივართ, თუ დიდხანს დაგროვდა ნადები და რა თქმა უნდა ბრეკეტის გარშემო დაგვიგროვდება ნადები და თუ დროულად არ მოხდა ჯაგრულით მისი მოსუფთავება, აუცილებლად ბრეკეტის მოხსნის შემდეგ შეიძლება პაციენტმა მიიღოს თეთრი ლაქები, რაც ნამდვილად არ არის სასურველი. მივიღეთ ჯამრთელი ხიმილი, ჯამრთელი თანკბილვა და მივიღეთ არასწორი დაზიანებული მინანქარი. მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოხდა სწორად ჰიგიენის დაცვა. ეს არც ერთ პაციენტს არ უნდა და სწორედ ამიტომ ვარცებობთ ჩვენ სტომატოლოგები, რომ ეს უნარჩვევები მივაწოდოთ პაციენტებს. კი, მოდი ახლა მოგვიყევი ერთ-ერთ ყველაზე ისეთ მგრძნობიარე საკითხზე, ეს არის კბილების გათეთრება. მოკლედ მე არ ვითეთრებ კბილებს და სულ მეკითხებიან ხოლმე შენ ითეთრებ და ანუ არ ვითეთრებ. ორ საკითხზე მინდა დაგისვა კითხვა. პირველი, კბილის პასტები, რომლებიც ამბობენ რომ ათეთრებს კბილებს და მეორე, აი ეს ქიმიური თუ რა ქვია, მასეთი გათეთრება. აი შენი აზრი მაინტერესებს ამაზე. შენ ახლა შეეხე ყველაზე ხშირად დასმოს შეკითხვას, რაც შეიძლება რომ პაციენტებმა მოგმართონ. ეს არის ყველაზე დიდი ინტერესის სფერო და დამერწმუნეთ რომ ღიმილი არის ადამიანის ყველაზე მთავარი საშუალება, რითაც კომუნიკაციას ამყარებს. ნამდვილად ყველას გვინდა თეთრი კბილები, თუმცა ყველას არ შეიძლება რომ გაუთეთროთ კბილები. მინდა ერთი მითი დავამსხვრიე, რომ ათეთრებელი კბილის პასტების სახლის მეთოდებით კბილების გათეთრება ცოტა მარკეტინგული ხრიკია, რომელიც ნამდვილად არ გამოიღებს კარგ შედეგებს გრძელვადიან პერსპექტივაში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ თეთრი კბილები გვინდა და სახლის მეთოდით პაციენტი გეუბნება, რომ სოდას ლიმონს ასხავს და მას კბილებს ასე იხეხავს კვირაში ერთხელ, დამერწმუნეთ, რომ ეს მართლაც საზიანოა, ჯობია რომ ფერშეცვლილი მინანქარი გქონდეს და პიგმენტური იყოს
იყოს ძირითადად ლაქტაციის შემდეგ ქალებს უყვითლდებათ ხოლმე კბილები და ძალიან ხშირად მოგმართავენ, რომ აი რაც შვილი გავაჩინე, აღარ მომწონს ჩემი კბილისფერი, დამერწმუნეთ სოდით და ლიმნით გახეხვა, ნამდვილად უფრო დიდ ზიანს მოაყენებს თქვენს მინანქარს, ვიდრე შეიძლება ეს ყვითელი კბილი შეიძლება იწვევდეს. თუმცა მარკეტინგულად ძალიან ბევრი კბილის პასტა არის whitening, ანუ მათეთრებელი ფუნქციით, მაგრამ ეს ფუნქცია მხოლოდ წარწერაზე რჩება და არ არის რეალურად 0.006%-იც არ შეუძლია კბილის პასტას, რომელსაც აქვს მათეთრებელი ფუნქცია გაათეთროს ჩვენი მინანქარი. ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენი მინანქარი შეიცავს რამოდენიმე შრეს, რამოდენიმე კბილთა ტონს და მას ჭირდება ნამდვილად ქიმიური ზემოქმედება. ქიმიური ზემოქმედება ეს არის წყალბადის პეროქსიდის მეშვეობით, რომელიც არის მაღალპროცენტიანი და იგი უნდა დაყონდეს კბილის ქსოვილზე 40-45 წუთი. ჩვენ კიდე კბილებს ვიხეხავთ როგორც წეღავთ თქვით 20 წამი, 10 წამი. თუ მათეთრებელი კბილის პასტა გვაძლევს შედეგს, ეს უკვე საგანგაშო შეიძლება აღმოჩნდეს, ის გვაძლევს მინანქრის დაკაწვრის ხარჯზე და აბრაზიულობის, ანუ დაკაწვრის მაღალი მაჩვენებელი აქვს მას. უნდა მიაქციოთ ყურადღება აუცილებლად, რამდენ შეიცავს აბრაზიულ ნივთიერებას და ხომ არ არის საზიანო. ნახშირის კბილის პასტები, არსებობს თამბაქოსგან საწინააღმდეგო კბილის პასტები, ეს ყველაფერი მინდა ვურჩიო პაციენტებს, რომ ეს თანხა მოახმარონ კბილების წმენდას 6 თვეში ერთხელ, რომელიც რეალურად მართლა ნახევარი ტონი დაათეთრებს ბუნებრივად დაზიანების გარეშე. თუ ვისაუბრებთ საოფისე გათეთრებაზე, ეს ნამდვილად 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა ჩვენ კლინიკაშიც და სოფლიოშიც, თუმცა პაციენტებს ყოველთვის ვუხსნით, რომ გათეთრება არის დროებითი. არ არსებობს ბუნებაში ერთჯერადი შედეგი გათეთრების შედეგად მიღებული. იმიტომ რომ ჩვენ კბილის სტრუქტურა მუდმივად ახლდება და თუ ჩვენ 6 თვეში ერთხელ კბილებს ვიწმინდავთ, ესევე შეიძლება გავითეთროთ 6 თვეში ერთხელ, მაგრამ სტრუქტურა იცვლება და კბილის ფერიც ბრუნდება. ამისთვის პაციენტი აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული, მზად უნდა იყოს. დღესდღეობით უკვე შესაძლებელია როგორც კლინიკურად გათეთრდეს სახლში, ერთ ვიზიტში, ერთ საათში და მართლაც კარგი შედეგი მიიღოს პაციენტმა, თუმცა 21 დღის მანძილზე ჭირდება თეთრი დიეტის დაცვა, თამბაქოს უარის თქმა, ყავის უარის თქმა, რა თქმა უნდა გაზიანი სასმელები, ალკოჰოლური სასმელები, წითელი ღვინო, ტომატი, ჭარხალი, ამ ყველაფერს თეთრი დიეტის დაცვას ყველა პაციენტი ვერ ახერხებს და შესაბამისად თუ ექნებოდა შედეგი 1 წლის მანძილზე, მას უბრუნდება უფრო მალე, იმიტომ რომ მუქი საკვების გამოყენება უფრო მალე დააბრუნებს კბილის ბუნებრივ ფერს. ყველაზე კარგი არის მაინც კაპებით გათეთრება საოჯახო პირობებში, ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ინდივიდუალური კაპები მზადდება. მასში ესხმება დაბალპროცენტიანი ნაკლებ საზიანო გელი, რომელიც არ აზიანებს მინანქარს და ნელ-ნელა ეტაპობრივად 2 კვირის მანძილზე პაციენტი კარგად ითეთრებს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ სახლში. თუმცა აქაც გრძელვადიან პერსპექტივაში მას ჭირდება გათეთრების პროცესში თეთრი დიეტის დაცვა და იქიდან 3 კვირა. თეთრი კბილები ნამდვილად მოითხოვს პაციენტიდან რეალურ დანახარჯს, როგორც ემოციურად, ისე ფინანსურად და ნამდვილად თუ მას უღირს, შედეგი შეიძლება მიიღოს. რა საკიდან უკეთებთ ამ პროცედურას, გათეთრების პროცედურას, იმიტომ რომ დღეს მოზარდებში ძალიან პოპულარულია ეს გათეთრება. და აი გითხარი, რამდენად მიზანშეწონილია მოზარდობის ასაკში. მოზარდობის ასაკში ყველაზე ხშირად მოგმართავენ განსაკუთრებით თინეიჯერები, რომლებიც მოიხსნიან ბრეკეტებს და უნდათ რომ ძალიან თეთრი ლამაზი კბილები ქონდეთ. მე პირადად ჩემ შულს არ გაუთეთრე, ძალიან უნდოდა და ის რასაც ჩემ შულს არ ვუკეთებ, ნამდვილად ვერ გავუკეთებ სხვა პაციენტს ხო. აქ 18 წლამდე უნდა ჩამოყალიბდეს კბილის სტრუქტურა, მინანქრის სტრუქტურის ჩამოყალიბება, როგორც ყველა მოზარდში
ხდება 18 წლამდე, 18-20 წელი არის ის კარგი პერიოდი, როცა დაიხურება ყველანაირად მინანქრის პრიზმები და შესაძლებელია მხოლოდ მის შემდეგ. ძალიან ბევრს უნდა ბანკეტისთვის, კბილების გათეთრება, ესეთი ლამაზი ფერი, მაგრამ შეიძლება მისთვის კბილის ქსოვილზე კონდეთ ბზარები და არ იყოს რეკომენდირებული. ამიტომ მე ვურჩევ, რომ არ მოახდინონ გამოწერით ან საფთიაქო ქსელებში თვით გათეთრება სახლის პირობებში. დღეს უკვე ინტერნეტ მაღაზიებმა ძალიან ბევრი ფართო არეალი მისცა პაციენტებს და მოდიან, რომ არსებობს სპეციალური კბილის ლაქები, რომლებიც ათეთრებს კბილებს. წაისვავს პაციენტი, გონია, რომ 15 წუთი გაიჩერებს და იმით გაუთეთრებს. ეს რაღაც სტიკებივით რო არის. თუნდაც სტიკები, თუნდაც აი მანიკურს გავს და ისე ისმევენ ზედაპირზე, მერე ემატებათ მგრძნობელობა და სხვა კიდე დისკომფორტი. თუ კბილის მინანქარს ბზარი აქვს, იქ არ შეიძლება გათეთრების ჩატარება და ამას მხოლოდ ექიმის სტომატოლოგი აქცევს ყურადღებას და აფთიაქში ამას ვერ აკონტროლებს პაციენტი, თან თუ არასრულწლოვანია, მით უმეტეს და შეიძლება უფრო ცუდი შედეგები მიიღონ, ვიდრე სასარგებლო შედეგები მიიღონ მათ. რაც შეეხება სავლებებს. ძალიან ფართო ასორტიმენტია აფთიაქში რო შეხვალ უამრავი რაღაც დიდი არჩევანია ამ სავლებების. შენი აზრი როგორია სავლებთან დაკავშირებით და რას უნდა მიაქციონ ყურადღება პაციენტებმა, როცა არჩევენ სავლებს? მნიშვნელოვანია სავლების გამოყენება ჩემ საექიმო პრაქტიკაში. მნიშვნელოვანი როლი უჭირავს სავლებს, თუმცა ბევრი პაციენტს საერთოდ არ ჭირდება სავლების გამოყენება. როგორც შენახსენე, შედიან აფთიაქში ყიდულობენ, მაგრამ არ იციან რისთვის. უნდათ უკეთესი ღიმილი და ნამდვილად ყველა პაციენტს გვინდა, რომ კარგი ღიმილი გქონდეს, მაგრამ არ იყოს ის სავლები, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ ვისაუბრებთ ორსულებაზე, ჩვენ ვისაუბრებთ მოზარდებზე, მოზარდს სხვა პირისყრუ სავლები ჭირდება, მწეվել პაციენტს სხვა პირისყრუ სავლები ჭირდება, დიაბეტიან პაციენტს სხვა სავლები ჭირდება და ინდივიდუალურად უნდა შეერჩეს და პაციენტს, რომელსაც კარგი მოწესრიგებული პირისყრუ აქვს, საერთოდ არ ჭირდება სავლები. შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად ინდივიდუალურად ყველა პაციენტში ნიშნავთ ინდივიდუალურ სავლებს. კერძოდ, თუ ჩემ პაციენტს აქვს ფტორის ნაკლებობა, ან მის პირისყრუში მრავლობითი კარიესული დაზიანებაა. მე მხოლოდ კბილის პასტაში არსებული ფტორი შეიძლება არ მეყოს და დავნიშნო მის ყოველდღიურ გამოყენებაში 1 თვის მანძილზე, 2 კვირის მანძილზე ფტორირებული კბილის პასტა და სავლები. სავლები გააძლიერებს მის ფუნქციას და კომბინაციაში უფრო მეტ ფტორს მივაწვდი ჩემ პაციენტს. მაგრამ თუ ჩვენ გვყავს პაციენტი, რომელსაც ხძილის ანთებითი დაავადება აქვს, ისეთი, რომელსაც ჭირდება მუდმივი ექიმის მონიტორინგი, მაგ შემთხვევაში გვჭირდება კბილის პასტა, რომელიც შეიცავს ქლორჰექსიდინს და ასევე სავლები, რომელიც შეიცავს ქლორჰექსიდინს, ან აღდგენილ ნივთიერებას, ჰიალურონის მჟავას. ეს ყველაფერი, როგორც თქვით, ინდივიდუალურად უნდა დაინიშნოს და მხოლოდ ექიმის მკაცრი რეკომენდაციით და კონტროლის ქვეშ. თუმცა ერთი მინდა გამოვყო, სავლებები, რომლებიც შეიცავს ალკოჰოლს, არ არის სასურველი. თუმცა აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ძალიან ბევრი სავლები შეიცავს ალკოჰოლს. არა თუ რეგენერაციულ პროცესებში შეიძლება დაგვეხმაროს, არამედ კიდე უფრო მეტად გააღიზიანოს პირისყრუ, რომელიც ისედაც დაზიანებული იყო და ანთებითი კომპონენტები მასში მეტი იყო. სავლების გამოყენება აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის ჩვენება ამას ითვალისწინებს. ყოველდღიურ ჩვენ მოხმარებაში ჯამრთელ პაციენტში, შენაერ ჯამრთელ პაციენტში მე არ მჭირდება, ეს ყველაფერი შეიძლება მხოლოდ 2 კვირით, მხოლოდ 1 კვირით ექიმის რეკომენდაციით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ გაითვალისწინო. აი ახლა შენახსენე, რომ ჯამრთელ პაციენტში ეს არ მჭირდება. ჩემი აზრით ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ ამას ექიმისგან ისმენდეს პაციენტი, იმიტომ რომ ისედაც იმდენი ინფორმაცია გვაქვს ახლა თავს მოხვეული და ხელმისაწვდომი არის უამრავი ინფორმაცია. ჯერ ის უნდა გავარკვიოთ მართალია თუ ტყუილია. მე ისედაც ამ სტრესულ ცხოვრებაში უარესად ვიზაფრებით და ჩემი ეპიზოდები, რომელიც შეეხება ჯანმრთელობას, მინდა რომ ყოველთვის ემსახურებოდეს მაყურებლის დამშვიდებას და იქ, სადაც ცოტა მოდუნებული აქვს ყურადღება, აი იქ ყურადღების გამახვილებას. და შენ იმიტომაც დაგპატიჟა დღეს, რომ აი ის ექიმი ხარ, რომელიც
პანიკას არ თესავს, რომ შენ რანაირად უვლიდი კაცო შენ თავს და სად იყავი აქამდე და შენ არ გიყვარ შენი თავი და ნუ რაღაცა თავს რო შეგაზიზღებენ რა, არ მიყვარს ესეთი მიდგომა ექიმების მხრიდან და ერთი რეკომენდაციაც გითხარი კბილის წმენდასთან დაკავშირებით. მაგალითად, ზოგი ექიმი ამბობს, რომ შენ თუ 6 თვეში ერთხელ არ გაიწმინდე კბილები, მორჩა დამთავრდა და ეს ხო არ შეესაბამება სიმართლეს. აგერ ვარ ცოცხალი მაგალითი. მე შენ დაგიბარე 1 წელში, როგორც მახსოვს. შენ ხარ გამონაკლისი თავშიც თქვი დასაწყისში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ გაგებით პაციენტისადმი, გვიყვარდეს პაციენტი, ვაკეთოთ ყველაფერი სიყვარულით. რა თქმა უნდა, ექიმი, რომელიც მის ყოველდღიურობაში პაციენტებთან მუშაობს, რა თქმა უნდა, მას უყვარს თავის პროფესია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი იმ დონეზე გიყვარდეს, როგორც შენი ყველაზე ახლობელი ადამიანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. ის, რასაც შენ თავს არ დაუნიშნავ, ის, რასაც შენ ოჯახის წევრს არ დაუნიშნავ, პაციენტს რატო დაუნიშნავ, ხო? ჩემი აზრით, პაციენტმა უნდა იცოდეს პრევენცია ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მის ცხოვრებაში, როგორც ზოგად ჯანმრთელობაში, ასევე პირისყრუს მოვლაში. თუ ჩვენ ვიცით პრევენცია, ჩვენ დაავადება არ გვივითარდება ისეთ აგრესიულ ფორმაში, რომელსაც შეიძლება ზიანი შეუქმნას ჩვენ ჯანმრთელობას. ასევე ვეხები 6 თვეში ერთხელ ვიზიტს. ეს ბანალურად ჟღერს თითქოს, რომ 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან ვიზიტი. მართლა ესია. ეს არის ფაქტორი, რომელიც განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესებისგან, თუმცა ზრდასრულ ასაკში, როდესაც პაციენტს ეს უნარჩვევაში აქვს პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მას ნაკლებად აქვს მოდუნების საშუალებაც. ჩვენ სტომატოლოგთან ვიზიტი არა მხოლოდ ჯანმრთელი პირისყრუს შენარჩუნებაში გვეხმარება ასევე ეს უნარჩვევები სახლში წავიღოთ და ჩავცვათ სისტემაში, რუტინაში. როდესაც მე კბილების გახეხვა იმდენად მოწესრიგებული მაქვს, რომ ვიცი, რომ 3 თვეში ექიმთან უნდა მივიდე და იქ შემოწმებაზე კიდე ახალი უნარჩვევები გამახსენონ, უფრო მობილიზებული შეიძლება აღმოჩნდე, როგორც პაციენტი, ვიდრე პაციენტი, რომელიც 1 წელი დაიკარგება, რაღაც კბილი ატკივდება და მას შემდეგ მოგმართავს. ზოგადად დიდი დისკომფორტია სტომატოლოგთან ვიზიტი ყველა პაციენტისთვის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფობიაა მსოფლიოში მოსახლეობაში დენტოფობია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, იმიტომ რომ ჩვენ არ გავიზარდეთ ისეთ გარემოში, სადაც კბილის ტკივილი არ იყო, ნამდვილად იყო ჩემ ბავშვობაში კბილის ტკივილი და ჩემი ასაკის პაციენტებს უფრო მეტად ეშინიათ, ვიდრე ჩემი შვილის ასაკის პაციენტებს. ეს განაპირობა პრევენციის არსებობამ. როდესაც პრევენცია მაღალ დონეზე გვაქვს, შესაბამისად ჩვენ უკვე ნაკლები გვაქვს სამკურნალო და ქართულებაც ნაკლები გვაქვს. შენაირ პაციენტებს ყველას უსურვებ, თუმცა თუ მოხდა ისე, რომ პაციენტი ამ უნარჩვევებში გამოყვა, ჩვენ შესაძლოა არასანირებული პირისყრუდან სულ რამოდენიმე თვეში მივიღოთ ჯანმრთელი პაციენტის პირისყრო. ყველაფერს ეშველება, არ არსებობს გამოუვალი სიტუაციაში. სტომატოლოგია არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული დარგი ჩვენ ქვეყანაში და მინდა დავამშვიდო პაციენტები, რომ ნამდვილად არსებობს დღეს ჩვენ ქვეყანაში მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურება და ენდონ ექიმებს. და მოდი ბოლოს მინდა კითხო კბილის ტკივილი ახსენე და სახლის პირობებში როგორი იქნება ყველაზე ეფექტური გამკლავება კბილის ტკივილის? კბილი არ უნდა აქტივდეთ. სახლის პირობებში ყველაზე კარგი რჩევა რაც შეიძლება პაციენტს მივცეთ, რომ როდესაც კბილის ტკივილის ეპიზოდი დგება ჩვენ ცხოვრებაში, არ დაუჯეროთ მეზობელს, არ დაუჯეროთ ოჯახის სხვა წევრებს, მომენტალურად მივიღოთ ღონისძიებები, რომ რაც შეიძლება მალე მივმართოთ სტომატოლოგს, ეს ყველაზე კარგი შეიძლება იყოს და ასევე ტკივილის დროს არ მივიღოთ ანტიბიოტიკი. ანტიბიოტიკების მიღება ჩვენ სხვა გართულებებისგან დაგვიცავს, რადგან ანტიბიოტიკების ხშირი, უკონტროლო, მრავალჯერადი მიღება, როგორც ვიცით, რეზისტენტულ ფლორას ქმნის ჩვენ ორგანიზმში და როცა რეალურად დაგჭირდება ანტიბიოტიკი სამწუხაროდ ის ვეღარ იმუშავებს. ასე რომ, როდესაც კბილი ტკივათ პაციენტებს და ისინი უკვე 4 დღე ითმენენ ამ ტკივილს და მოდიან და გვეუბნებიან, რომ კი მტკივა და 4 დღე ანტიბიოტიკს ვიღებ, იქ უკვე
არასახარბიელო პროცესები მიდის მათ ორგანიზმში. თუმცა კბილის ტკივილი არ ნიშნავს იმას, რომ იმ პროცესს ჭირდება ანტიბიოტიკი. არსებობს ჩვენთან მხოლოდ ქირურგიის შემდეგ ნიშნავთ ანტიბიოტიკს და არ არის აუცილებელი წინასწარ პაციენტმა სახლში მიიღოს ეს ანტიბიოტიკოთერაპია. პირველ რიგში მივმართოთ სტომატოლოგს, თუ არ ვართ სტომატოლოგთან უახლოეს პერიოდი, არ შეგვიძლია სტომატოლოგთან მიმართვიანობა, ცხელი სოდიანი მარილიანი საულები არის ყველაზე უებარი, რომელიც არ გააღეზიანებს ჩვენ პირის ღრუს, არ მოგცემს რაიმე დამატებით გართულებას. ასევე შეიძლება გვირილის ხსნარის გამოვლება, მაგრამ აუცილებელია, რომ უახლოეს პერიოდში სტომატოლოგმა შეაფასოს ეს მდგომარეობა, რა ხდება და იმის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება ზოგადად. დიდი მადლობა ფიქრია. მე მგონი ყველაფერზე ვისაუბრეთ. რამე ხო არ დაგვრჩა ისეთი, რაც გინდა რომ უთხრა ჩვენს მსმენელს, რაც აუცილებლად უნდა იცოდნენ. სალომე, დიდი მადლობა პოდკასტში მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შევეხეთ. კიდევ ბევრია სასაუბრო სტომატოლოგიაზე და ნამდვილად 2-3 ეპიზოდი დაჭირდება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან აქცენტებს შევეხეთ, კითხვებს შევეხეთ, რაც პაციენტებს აინტერესებთ. კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ ჩვენ დღევანდელი საუბარი, მინდა ყურადღება მიაქციონ პაციენტებმა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირის ღრუს სწორი ჰიგიენა სახლის პირობებში, 6 თვეში ერთხელ ვიზიტები სტომატოლოგთან, ჯანსაღი საკვების მიღება და რაფინირებული საკვების, კერძოდ ტკბილეულის მოხმარების შეზღუდვა, გაზიანი სასმელების შეზღუდვა და ეს ყველაფერი ჩვენ პირის ღრუს ნამდვილად გააჯანსაღებს. დიდი მადლობა ფიქრია. მე ჩემს მაყურებელს ტრადიციულად ვთხოვ, რომ გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში, გაუგზავნეთ ეს პოდკასტი თქვენს მეგობარს, ან ოჯახის წევრს, ვისაც ფიქრობთ, რომ აუცილებლად დაეხმარება ჯანმრთელობაზე ზრუნვაში ჩვენი დღევანდელი საუბარი და რაც თავარია, Dental House-ისგან ჩემი პოდკასტის მაყურებლებს გექნებათ 20%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ პროცედურაზე. ამ დეტალებს თქვენ ნახავთ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში, სადაც Dental House-ის ვებგვერდიც და სოციალური ქსელიც იქნება მითითებული. დიდი მადლობა, ფიქრია კაკაურიძე იყო ჩემი სტუმარი და მე ერთი კვირით გემშვიდობებით.